უბრალოდ ხო? სიტელიზე შავი ზღვა. დღეს მე და გელას მართა უნდა გამოგვიყვანა სკოლიდან. სანამ მართას ნახავდით, ვითამაშეთ კვიზი. თუ ვინ იცნობს უკეთ მართას? და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს? მაგრამ დღის ბოლოს ისეთი თამაში ვითამაშეთ, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს ორი ერთნაირის არხზე. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებს რა თამაშია, მაგრამ მოდი ჯერ შენ გათამაშებ. მთელი ყურადღებით მისმენ? მაშასე, ეკრანზე გამოჩნდება სხვადასხვა ნივთები. შენ ამ ნივთებს უნდა შეხედო მხოლოდ 3 წამით. შემდეგ დახუჭე თვალები და დაითვალე 10-მდე. გაახილე და ჩამოთვალე რა გახსოვს. და შემდეგ დაწერე კომენტარებში რამდენს გაიხსენებ. მზად ხარ? დავიწყოთ 3, 2, 1. აბა რამდენი გახსოვს? რთული არა? დღეს ზუსტად ასეთი თამაში უნდა ვითამაშოთ. მე, გელამ და მართამ. ზუსტად 1 წამი მექნება შესაძლებელი. ამ ყველაფერში კი მაღაზიათა ქსელი 2 ნაბიჯი დაგვეხმარება. კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის. იცი რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მოიგებს გელა, მართა ან მე? თუ მოიგებს გელა, არხს დავარქმევთ 3 ერთნაირს. დღევანდელ ვიდეოს უეჭველი ბოლომდე უყურეთ, მე თუ გავიმარჯვებ, არხს შეეცვლება სახელი და დაერქმევა 2 ერთნაირის ნაცვლად 3 ერთნაირი. აუ არა, იმისასი არა. გელამ არ უნდა მოიგოს. თუ მოვიგებ მე, გელა და მართა გადაიღებენ თქვენ მიერ მოფიქრებულ ვიდეოს. თუ მე მოვიგებ, მაშინ შენ და მართა ჩვენი გამომწერების დაწერილი კომენტარები და სადაც ვიდეოების იდეებს გთავაზობენ ხოლმე, მაქედან რენდომად აარჩევთ ერთ იდეას და ზუსტად მაგ იდეის მიხედვით გადაიღებთ ვიდეოს. თუ მოიგებს მართა, მე და გელა გადავიღებთ ვიდეოს 24 საათი მობილურის გარეშე. თუ მართა მოიგებს, მე და შენ მართა გაგვაკეთებინებს 24 საათიან ჩელენჯს ტელეფონის გარეშე წარმოიდგინე მე და შენ. მგონი ან მე უნდა მოვიგო ან შენ. მე მგონია რომ დაუმარცხებელი ვარ. ამიტომ პირდაპირ დაწერეთ ყველაზე გიჟური იდეა რა გადავაღებინო მართას და გელას. თუმცა მათაც ჯერათ რომ მოიგებენ. რამდენი ქონა? ხომ იცით ამ დროს როგორ ვამბობთ? ეს არის 2 ერთნაირის და გელას არხი. ცეცხლიანითო თამაში დაიწყო. დავიძარით მართასკენ და სანამ სკოლამდე მივალთ ეს სახალისო თამაში მოვიფიქრეთ, მართას დაუსვამთ მე და მანანა ერთმანეთს კითხვებს და ვინ უფრო ახლოს იქნება სწორ პასუხთან, მოდი ვნახოთ. მანანა მზად ხარ? ამ თამაშს ქვია ვინ უფრო კარგად იცნობს მართას და პირველი კითხვა მოდი გელას. მოკლედ ეხლა შენ ჩამოთვალე დღეს რა გაკვეთილები აქვს მართას და მეც ჩამოვთვლი და ვინც უფრო ახლოს იქნება იმას დაეწერება 1 ქულა. აი, ამ წარმოდგენა არ მაქვს ზუსტად რა გაკვეთილები ექნება, მაგრამ ქართული უეჭველი. დღეს არის 2 შაბათი, ხო? აუ მაგას 2 ქართული ხო არა. აი მოდი გავრისყავ და ვიტყვი რომ 2 ქართული, 1 გრამატიკა და 1 ჯერეგ ერთი დღეს სამშაბათია, მაგრამ კაი. დენაცვალე? კაი, მაშინ 2 ქართული ამოვარ და იმიტომ რომ 2 შაბათს იქნებოდა ეგეთ. მოდი დღეს ჩავსვათ ქართული, მათემატიკა, ინგლისური, იმიტომ რომ გუშინ ინგლისურში გვეხმარებოდი. ვა. შემდგომ არ უნდა გადაიწერო, სხვები თქვი არ მაინტერესებს. რო სხვებიე, ეგენი უეჭველი ექნება. მათემატიკა, ინგლისური, ბუნება. აი, რა ყველაფერს ამბობ? ბუნება ეს 4 და სპორტი 5 ვიტყვი რა. აიმე. კაი, პირველ რიგში გელამ თქვა 5 გაკვეთილი და მე ვიტყვი მოდი 6 გაკვეთილს, რომ დღეს მართას აქვს 6 გაკვეთილი რა. ვიტყვი რა თქმა უნდა ქართული, მათემატიკა, ინგლისური, იმიტომ რომ გაძლიერებული სწავლება ამ 3 საგნის და უეჭველი ექნება. ვიტყვი მეც ბუნებას, ვიტყვი ბიჭო მე და საზოგადოება გუშინ მქონდა? ხო, გუშინ მქონდა მე და საზოგადოება. ოკეი. გერმანულიც 2 შაბათს მქონდა. მოკლედ ეხა სემესტრი ახლდა რომ დაიწყო თვითონ მართამაც წესერად არის ის. მაგალითად წინაზე ბოლო 2 გაკვეთილი მქონდა ხოლმე ცურვა წარმოიდგინეთ და ეხლა მოდი იყოს ხელოვნება და იყოს მე და საზოგადოება თქვი? კაი, იყოს სპორტი და ხელოვნება. აუ 6-ია ხო 3 საათი ხდება. მე მგონი წავაგე უკვე. სადამრიგებლო საათი, სალაპარაკო ინგლისური, მათემატიკა, ჭადრაკი, ქართული, ინგლისური, სპორტი. მანანა, ხო. რომელი სნექი უფრო უყვარს მართას? დორიტოსი, სტიქსის ჭხირები თუ M&M's? ვაუ, ძალიან რთულია. ნახეთ, დორიტოს ზოგადად არ ჭამს ხოლმე, მაგრამ სტიქსის ჭხირებს და M&M's ჭამს ხოლმე რა. რატაც M&M? ოკეი, ჩემი აზრით M&M's. აი, ჩემი აზრით დორიტოსი რა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ჩიფსია და ჩიფსი უეჭველი ერჩინება მართას. ოკეი. ალბათ M&M. ჩიფსი არ გიყვა? დორიტოსი არა. ეხა ჩემი ჯერია, როგორი სასმელი უყვარს მართას უფრო მეტად, მჟავე თუ ტკბილი? ტკბილი. Yes, მე ვიტყვი მჟავეს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ მჟავეები ისე უყვარს ხალხო, აი ტვინს წაგვიღებს ხოლმე სანამ არ უყიდით მჟავე რაღაცეებს რა. მჟავე? ვინც უფრო ახლოს იქნება ის გაიმარჯვებს, შეიძლება ზუსტ პასუხი ვერ თქვათ. რამდენი მოსწავლეა მართას კლასში? 16 თუ 18. აი 16 იძახი?
18-ს ვიძახი. მე ვიტყვი მაშინ 17-ს რა, იმიტომ რომ გონი ზუსტად 17-ია და თუ 16-ია, მაინც მე მოვიგებ, მაგრამ უფრო 18 ხო არა. ხო, კაი, მოკლედ. 16. მე მოვიგებ. და ბოლო კითხვას დავუსვამ, ახლა გელას და მართაც ძალიან მალე გამოვა დარჩით ვიდეოს ბოლომდე ერთი საჭმელი პროდუქტი, რომლის გარეშეც მართა ვერ გაძლებს. აუ, რა რთულია, ხალხო, იცით რამდენი რაღაც უყვარს. ვერ გაძლებს ერთი, აუ არ ვიცი, ჩიპს ხო არ ვიტყვი, ჩიპსის გარეშე გაძლებს. რა უყვარს ბავშვს. მე ვიტყვი ქათმის ნაგეცებს. დილით იწვავს ხოლმე ბავშვი და მიაკ ხოლმე. სკოლაში და იმ დღეს გამოდივარ სამზარეულოში და ჩვენ ცხოვრებას თურმე თავისთვის გამოცადები ეს ქათმის ნაგეცები თავის ლანჩბოქსში უდევს და დარჩა. აუ, ძალიან შემეცოდა. 8 საათზე იწვავდა ბავშვი. და გელამ შეუჭამა ხალხო, ეგ მაგას რატო არ ყვება? არ შეუჭამი ბოლომდე 6 იყო, 3 შევჭამე, 3 დაუტოვე. მივწერე და ვჭამეო რაღაცაო სკოლაშიო და მეთქი კაი ვჭამე. კაი, მე მოდი ვიტყვი მაკდონალდს რა. პროდუქტიო, მაკდონალდს პროდუქტია. ხო, აბა რა არის? კაი, ბურგერი. აუ ეს ახლა მე ჭინჭყლება. პროდუქტიო და ეხლა მაკდონალდსი არა. მაკდონალდსის ბურგერ. ალბათ მაკდონალდის ბურგერის გარეშე. 3-1 მეგობრებო. ხომ გეუბნებოდით მე გამიმარჯვებ მეთქი. ყველა არ ვართ 2-1 მეგობრებო. თქვენი აზრით გელა შეძლებს ფინალური თამაშის მოგებას და ჩვენი არხის სახელის შეცვლას? როზე! ამას მალე გავიგებთ. მანამდე კი მოდი პირველი ტოპ კომენტარი წავიკითხოთ ნინოსგან. მართა რა კარგია რომ წიგნი ბოლომდე დაასრულე. თავიდან წიგნი საინტერესო არ გეჩვენება, მაგრამ მე კი მე სულ მასე ვარ თავიდან არ მინდა, მე ძალიან საინტერესოა. მთავარია არ განებდეთ. შეუძლებელი არაფერია. თქვენი ყველა ვიდეო ნანახი მოქვს და ყველა ძალიან მომეწონა განსაკუთრებით მანქანაში რომ იყავით და მანაბებო დავალებებთ რა გეუბნებოდათ. მინდა ტოპ კომენტარებში ვიყო, მაგრამ აქ ჩემზე პატარებიც არიან და მაგათ უფრო ენდობებათ. ეგ არაფერია. წარმატებები 2-1. დიდი მადლობა ნინო, ჩვენი კონტენტი ოჯახებისთვისაცაა და ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. ძალიან გვიხარია რომ ჩვენ ნახართ და გვიყურებთ. მართას აუცილებლად გადავცემ შერჩევას. სხვათა შორის სანამ მართა მანქანაში ჩაგვიჯდებოდა, ერთი ძალიან სახალისო ტრენდი ჩავწერეთ, რომელიც აუცილებლად უნდა განახოთ. მოემზადეთ, ძალიან ბევრს იცინებთ. ხალხო, ესეთი რაღაც მოვიფიქრეთ, რომ მართა ეხა გამოდის სკოლიდან და ესეთი ტრენდი ხო არის, რომ მშობლები რო ხდებიან ბავშვებს, რაღაც მუსიკებს ურთავენ და არ ცხენენ და ეგ უნდა გავუკეთოთ. ეხა ჩავრთავ მუსიკას, სახელად აფრები, წითელი მზე შავი ზღვა, და თეთრი აფრები და უნდა შევარცხინოს და ვნახოთ როგორ მოვა. გასავაში მანანა მეც მარცხენს. შავი ზღვა, და თეთრი აფრები. გელას უფრო ცხენია ხალხო. წითელი მზე შავი ზღვა. გელას უფრო ცხენია ვიდრე მას. აუ, როგორ დავთვრებით? წავიდა. მივიგელა. სად არის ეს? შეუყენე და იმენა პიპინებით შევარდე. აი მოკლედ მე დავხვდები ახლა იმენა სკოლასთან ვარქას რა, თან ამასაც მოვშორ. აი გაუწიე ცოტა ხანი, ეხოეთე. საღამოს ერთად ვართ. არ დამიწყოს. მოდი. აფრები. მართიქს რა შვები, ბაცო. რა შვებით? აფრები. არ დამიწყოს აფრები. თუ არ მალჭირი მე. აუ, როგორ დავთვრები? მარჯობა. ოპა! ვაფშე არ შერცხვადო. გონი არ შერცხვა. არა, ვიცი, ჩაფეილდა. ანუ ერთი წამით ეს ფრენკი იყო რეალურად მართასთვის და გამოვიდა რომ გელა დაიფრენკა. იცი როგორ შერცხვა ეს? ახო ბავშვს არც კი გაუკვირდა. იმდენად ვერ ვარ. ხვდებით, ანუ არ გაუკვირდა. ციკო დავიწყე. მოკლედ ახლა მივდივართ ორნაბიჯში, ავიღებთ სასმელებს და მე რეალურ სახში და ვითამაშებთ იმ მაგარ თამაშს. ამ ვიდეოს ბოლომდე უნდა უყუროთ, რადგან აქ გავიგებთ ვინ გაიმარჯვებს და ვინ შეასრულებს პირობას. შეგახსენებთ, თუ გელა მოიგებს არხს 3-1 დავარქოთ, თუ მე მოვიგებ გელა და მართა თქვენი კომენტარებიდან არჩევენ ყველაზე გიჯური იდეებს და გადაიღებენ, ხოლო თუ მართა მოიგებს, მე და გელა გადავიღებთ ჩელენჯს 24 საათი მობილურის გარეშე. ვის მხარეს ხართ? დაგვიკომენტარით აუცილებლად. გენაცვალე შენ შემოგევლე, მიდი. ორნაბიჯში მისვლამდე კიდევ ერთი კომენტარის წაკითხვას მოვასწრებთ, რომელიც ხატიამ დაგვიტოვა. მართა, მანანა და გელა, ძალიან მიყვარხართ თქვენი ვიდეოები ერთდროულად არის სახალისო და შემეცნებითი. გთხოვთ გაარჩიეთ წიგნის საძაგელი მამიდა. მიყვარხართ ძალიან და მიყვარს თქვენი ვიდეოები. განსაკუთრებით მანანას გულწრფელი საუბარი. დიდი მადლობა. იმედია
გავიმარჯვე, მაგრამ თუ არ გამომარჯვებ არ აუშავს. წაგება და მოგება ძმები არიან. მე ნანუკა მქვია, მიყარხართ ძალიან. დიდი მადლობა ხათი არჩევისთვის და ამ თბილი დახასიათებისთვის. წაგება და მოგება მართლა ძმები არიან ნამდვილად, მაგრამ დღეს უფრო დაძმანი. ესეც ასე მეგობრებო, მოვედით ორ ნაბიჯთან და ახლა მართა აგვიხსნის დღევანდელი თამაშის წესებს. ეხლა ჩვენ შევალთ ორ ნაბიჯში, ვიყიდით ორ სასმელს, ბევრს, შემდეგ დავალაგებთ ყუთის ქვეშ და უეცდებით რომ გამოვიცნოთ თუ რომელი სასმელი სადებს. კაი, წავედით ახლა და ავიღოთ სასმელები. მოკლედ მეგობრებო, ახლა ავიღებთ სასმელებს. მოდი პირველი დავიწყოთ პეპსით. ავიღოთ პეპსი კლასიკი. ასევე ესეც ავიღოთ. აი ეს ლიმონათი. კი ბატონო, ოღონდ საჭიროა რომ ყველაფერი ავიღოთ ორ-ორი, იმიტომ რომ უნდა დავამსხიოთ ესეც ჩვენი ლიპტონი, ორი ცალი. ასევე ავიღებ აი ამ სანდორას ალუბლის წვენს, ორ ცალს რა თქმა უნდა. ასევე ამეებსაც ავიღებ, ეს ნატურალური წვენებია, ეს თორე. ესეც ჩვენი ალოეს წვენები, ბავშვობაში რო გამოვიდა ეს ალოეს წვენები, შიგით რაღაცები რო ეყარა, პირველი იყო და მახსოვს 2.50 ღირდა, მაშინ იყო ძალიან ძვირი 2.50 და რო ვიყიდე, უბრალოდ ცუდად გავხდი, ისე მომეწონა. ესაც 2.50 ღირს სხვათა შორის. რანაირად? ესეც კიდევ დავამატოთ გამაგრილებელი სასმელები და ახლა წავიდეთ და გავაკეთოთ უმაგრესი ჩელენჯი. ორი ერთნაირი ორი ნაბიჯიდან გამოვიდა და მზადა ფინალური მატჩისთვის. ნუ თითქმის მზად. თქვენი ადგილია ეს. ორი წამი გავაჩერებ და ხო და შემომყავს უკვე და რო გაწიოთ რა. გავზანდით რა, სანამ ლამაზი ხარ. ხო, კაი, ხმანდილოსანი ხარ და პატიოს ხსენთ. და თქვენ მანქანა არ ყავთ. მე მყავდა 15 წლის წინ და აქ ვაჩერებდი. 15 წლის წინ 9 წლის იყავით. ეხლა მთავარი არის, რომ ის დასადები მოუძებნოთ, რაც ძალიან დაგვეხმარება, მაგის გარშე ვერ გადავიღებთ. აი ეს ნეტავისი ხელებია, აი. ჩემია. აი ეს მე დავწერე ხალხო, ხუსეინა ხუსო. ვიღაცას ბავშვობაში ერქვა ცუხო თუ რაღაც და მე მომეწონა რა, ეს ზედმეტსახელი თუ რაღაც და ოდნო კლასიკები თუ რაღაც მაგაზე ეწერა და არასწორად დავიმახსოვრე და ხუსეინა ხუსო დავწერე. შენ ბიჭო შემოსასვლელში გელა არასწორად რო გეწერა? გელას გ ინგლისურად ხო იცით როგორ იწერება ესე და პირიქით ეწერა. გელას პლუს ნიკა დრის მეგობრები. სანამ ლეგენდარულ კიბეებზე ავალთ, იქამდე ერთი უსაყვარლესი კომენტარი უნდა წაგიკითხოთ. მართას ურჩევთ 15 წლის კაპიდან, ზუსტად რაც ამ ვიდეოში ჩანდა, ის შინაარსი აქვს, შრომით რომ ყველაფერი გამოდის და მაგ წიგნმა შემოყვარა კითხვა. და როდესაც მშობლებიც მესაუბრებოდნენ თუ რამხელა ცოდნა და განათლება მოაქვს წიგნს, დასწავლის ყველაფერს და ცხოვრების გზაზე გაყენებს. მას შემდეგ უკვე 150 წიგნი წავკითხე და ყველაზე საუკეთესო 15 წლის კაპიტანს მივშნე. ძალიან მომწონს თქვენი კონტენტი. ბრავო, ყველამ უნდა მოგბაწოს ჩემი აზრით. გპირდებით რომ ეს წიგნი აუცილებლად დაემატება ჩვენს ბიბლიოთეკას. მოვედით სახში მოკლედ დავალაგეთ ესე პროდუქტები. 8 პროდუქტი გამოვიდა, 8 სასმელი და წესები იქნება შემდეგნაირი. გოგოები არევენ, უკან მიდევს ზუსტად ის სასმელები, მე რომლებიც მან წინდევს და ზუსტად ერთი წამი მექნება შესახედად, ანუ ესეთ რაღაცას გავაკეთებთ რა. და ეხლა ერთ წამში რა უნდა დაიმახსოვრო ყველა. ნუ რამდენიმე შეიძლება დაიმახსოვრო და ვინც უფრო მეც გამოიცნობს თანმიმდევრობით, რომელიც ადიდება, ის იქნება გამარჯვებული. პირველი იქნები მე. ეხლა შეგიძლიათ ამირიოთ. ეხლა მოდით ავრიოთ. გამოგვადგა ჩვენი აპიდისგან წამოღებული იაშიკი, ეგრეთ წოდებული, რაშიც იდო ტყემლები, ბანკები და კომპოტები. შენ შეგიძლია რომ ერთი წამი ზუსტად შეხედო და შემდეგ დაიწყო დაალაგება. მე თუ გავიმარჯვე, არხს ორი ერთნაირის დასვლა დაერქვა, სამი ერთნაირი. არ გვეწყობს? და ძალიან მარტივად შემიძლია მე ეს ამბავი რომ მოვაგვარო და ძალიან მარტივად მოვიგო. მეორე მანანა თუ გაიმარჯვებს, მე და მართა გადავიღებთ ვიდეოს თქვენი არჩეული სცენარით. ერთ-ერთ კომენტარს ამოვარჩევთ, ერთ-ერთ იდეას და მაგას გადავიღებთ მე და მართა. მართა თუ გაიმარჯვებს, მე და მანანას გაგვაკეთებინებს ჩელენჯს, სადაც 24 საათი მე და მანანა ვიქნებით ტელეფონის გარეშე. ოპა! ძალიან დაძაბული ბრძოლა გველოდება ეხლა წინ. დავიწყოთ ხო? და ზუსტად ერთი წამით შევხედავ რა, თავს შემოყობ გავწევ. 1 2 3 1 მორჩა. კაი. ეს იყო შეხედვა. კაი, რო გართულდეს უფრო 10 წამის მერე დავიწყოთ რა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 კაი, მოკლედ მე ჭკუა ვიხმარე, რომ ვავესთვის რო შემეხედა უეჭველი, არც ერთი არ დამამახსოვრდება და მოდი 2 და ნაღდი იყოს რა. ესე იყო პირველი და მეორე იყო ალოე. აი მერე უკვე აღარ ვიცი ნამ. ოკეი. და მერე იყო არ ვიცი რა იყო და რა. კაი, ახლა უნდა ვენდო ჩემი ინტუიციას რა. კაი, ეს აქ არ იქნება, რატომღაც გონია, რომ ნატურალური პატარა წვენის შემდეგ ეგრევე მოსარდება. კაი, მოდი შემდეგი იყოს ეს რა, რატომღაც ეს გონია. ამას დავდები ბოლოში, არ ვიცი რატო. გენაცვალე შენ შემოგევლე, მიდი. ამას დავუკეთ გვერდზე. ბრავო. ბიჭო, ყველა რანაირად გამოიცანი, რა მაგარი. და 3 დამრჩა? კაი, შემდეგი იყოს პეპსი. გენაცვალე თქო. ანუ ესენია რა და ესე თუ არც ერთი ხო? როზე! ყველა გამოვიცანი ხო? კაი, მოდი ესე იყოს. Yes! Yes! მოიცა.
მოკლედ, ეს არის გელას არჩევანი და გელა გილოცავთ, შენ გამოიცანი მხოლოდ 2. შემდეგი ვერაფერი ვერ გამოიცანი, მაგრამ ბოლოში გქონდა კიდე 2-ის გამოცნობის შანსი და ესე რო აკეთებდი, ზუსტად აიფანებია ეს 2 დევს დაბლა და გქონდა შანსი რომ 2 გამოგეცნო, თუმცა მაინც კაი შედეგია 2. აუ 4 შემეც. კიდევ კაი შეხედე. კაი, ეხლა მე შევალ. მე ხა ამებს ჩამოვიღებ, მაქამდე ამირევენ. ნუ იყურები. არ ვიყურები კაც. როგორ ჩატიე? მოკლედ, ახლა არის ჩემი ჯერი, გელას ყავს 2 ქულა და მე ახლა უეჭველი მინიმუმ 2 ქულა უნდა დავაგროვო. ვეცდები რომ უბრალოდ მოდით 3 ქულა დავაგროვო, იმიტომ რომ მოგუგო და ამ არხს შეგუნარჩუნოთ სახელი 2 ერთნაირი. ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ, ვისკენ ხართ, team გელა, team მანანა თუ team მართა. ნახოთ რომელს რამდენი გულშემატკივარი ყავს. და ახლა დავიწყებ 1 წამით შევხედავ და იმედია 3-ს მაინც დავიმახსოვრებ. ძალიან ნერვიულობ. არ მეგონა რომ ამ ჩელენჯზე ამდენ ვინერვიულებდი. შევხედო? მიდი 3, 2, 1 და 1 წამი შეხედე ზუსტად. დაიმახსოვრე? 10, 9. ვაიმე, ვერ დავიმახსოვრე. დაიწყე ამა. ხალხო, ეს აი 1 წამი არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ არ ვიცი, ერთადერთი ეს დავიმახსოვრე. აიმე. აუ, არ ვიცი. კაი. თითქოს რაღაც ესეთი დავინახე. წინ ბრენდი გასწორებულია რა თქმა უნდა, მე არ მჭირდება დახმარება ამაში. დარჩენი, ვერაფერი ვერ დავიმახსოვრე ხალხო, გული გამისკნა რომ შევხედა, მე 10 წამით, ანუ ძალიან ცუდია რა, მოკლედ ძალიან რთული ჩელენჯია. ახლა უნდა ვიყო იღბალზე. ალო ეს, მოდით დავდებ აქ. შენ უეხმარე. აქეთ აზე არ ვარ რეალურად მართლა. მოდი მეორე იყოს, თუ პეპსი შუაში იყოს. არ ვიცი. არ ვიცი. მოდი პეპსი იყოს შუაში. აუ, ეს აქეთ იყო ხალხო. არ ვიცი. აი, და 1 დაგჭა? 2. წვენი იყოს, მოდით აქ. და ლიპტონი იყოს აქ, მაგრამ ვიცი რომ იქით არის. 1 წამი ჯერ არ მითხრათ რა ქულა მყავს? კი. 2. მე მომიგე. მოგიგე? რამდენი? 4. Yes! 1 წამი შევხედავ რა. ანუ ალოე ნატურალური. პეპსი. და აუ, პირველი. პეპსი და ეს. და ნატურალური. ბრავო. გონი ძალიან დიდი შანსი მაქვს რომ მოვიგო, მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება და ნახოთ ეხლა რა სიზავს ჩვენი მართა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. მაგრამ ვინერვიულე. კაი, მოდით აბურიოთ. ნახეთ, პირველი 3 ჩემი აზრით უნდა გამოვიცნო. ისე ჩანს რომ შევხედავ და 3 ჩანს. ალბათ სიმაღლეებითაც დავმახსოვრებ, გიგონება უფრო. ობა. რა დამილაგე ხო უჭველი რომ ისა. ცოტა მაიმუნურად. წავიდა. ძალიან გთხოვ დიდი ხანი არ შეხედო. 1, 2, 3. 1. ბრავო, წადი. შუა არ დავინახე. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. აი, პირველი ეს აქიდო. ანუ, აი ესი თუ აქ ოღონდა ადგილია, ოღონდა ვაფშე ვერ დავინახე რა. ანუ, შეგიდო თუ არა, აი აქ რაღაც ვერ დავინახე. ეხლა მართლა გამართლებაზე დავიწყებ. აიმე. აი ეს იყოს. არა, ანუ, ანეს იქნება. ანეს იქნება შეიძლება. აი აქ. აი არ ვიცი. ემოთ ამას დავდებ. აი იქნება. იქნება. მე. ძალიან ნერვიულობ. მე რატომ ნერვიულობ არ ვიცი, მაგრამ აი ასე მგონია. აქ ლიპტონი გერბა. არა სწორად იქნება ხო ვიცი. აი ეს აქ. აი ვიცი არა სწორად, მაგრამ ძალიან ბევრი ამის გარდა. აი აქ. ჩემი რახან ვერ დავინახე, პატარა იდება, ამიტომაც ისდება. აი და ბოლო 2 და. აუ რაღაც არასწორად, ქენი მარტო ეს შეიძლება მგონდეს. აი ეს ახლა ეს არც ერთი არ იქნება, ამიტომ რა აზრი აქვს, ნუ ესე დავდებ. ესე დავდებ. ეს გადავწყვი. ესე იდეს. ო, მორჩა რა. რამდენი ქულა მაქვს? 3 და გაიმარჯვა ამანანა. რამდენი და 3. რამდენი და ეს ნატახტარის ლიმონადი მიგეკითხა მანანა რომ არის შენი შეგიძლია დავიდო. ეგ ძალიან ეს ასლები გადმომეცა მე. მადლობა ჩემს გამომწერებს, გილოცავთ ვინც ჩემკენ იყავით, რომ მოვიგეთ. ფეხზე თომეცა
სუნძადვარ. მე მოვიგე. Random აირჩევენ გელა და მართა თქვენს დაწერილ იდეებს. ამიტომაც გელოდებით ამ ვიდეოს კომენტარებში არანაირად არ დაინდოთ მართა და გელა, დაუწერით ისეთი გამოწვევები, ისეთი ჩელენჯები, როგორ ვიდეოც არასდროს არ გადაგვიღია და გადაიღონ. რა პრობლემა? რამე ისეთი ჩელენჯი, რაც ძალიან საინტერესო იქნება, შეიძლება ცოტა რავი საშიშიც იყოს. ეს არის თქვენ იდეებზე დამოკიდებული. ერთად დავასრულოთ ეს თამაში. დაწერეთ კომენტარებში რა გავაკეთებინოთ გელას და მართას. ჩვენ გვპირდებით ერთ-ერთი ვიდეო თქვენი სცენარის მიხედვით წარიმართება და საბოლოო ქულასაც თქვენ აიღებთ. ამ თამაში კი ერთი რამ ზუსტად ვიცით, მარტო ვერაფერს მოიგებს. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთან ორი ნაბიჯი. რადგან ყურადღებით უყურებდით, მიხვდებოდით პატარა დეტალების სწორი არჩევანი, ცოტა იღბალი და ბევრი მხიარულება წყვეტს თამაშის ბედს. ყველა რანაირად გამოიცანი. ეს არის ორი ერთნაირის და გელას არხი. მადლობა რომ ჩვენთან ხართ. დროებით. რა წალახია. აუ, ძალიან გადაიტენა და ორი წამი მაინც რა დავაყენოთ. აი, ქვაბი ჩანს. ვიდეო ხო გადის? Sky! არა ის წაიღე, საერთოდ მოიტანეს.